მიადგება თუ არა ივანიშვილის სუსი ირაკლი ქარსელაძეს ეჭვები უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბოლო ბრიფინგის შემდეგ აჩნდა. მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას, გვაქვს ნებაც და საშუალებაც ბოლომდე ჩავყვეთ ყველა კორუფციულ გარიგებას. გამოიტანონ სათანადო დასკვნები ჩვენ მიერ გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯებიდან და ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე. განაცხადეს გუშინდელ ბრიფინგზე, სადაც ასევე გამოაცხადეს, რომ დააკავეს იმ კომპანიების თანამშრომლები, ვინც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობდა. კორუფცია ოცნების გარშემო თემაზე ჩემი კოლეგა თამარ დემეტრაშვილი მუშაობს. თამარ გისმენთ. ის რაც საზოგადოებამ და ოპოზიციამ დიდი ხანია იცოდა და საუბრობდა, ახლა სუსიც აღიარებს, სულ უფრო მეტი ფაქტი ხდება საჯარო, როგორ კეთდებოდა მილიონების საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში და ამ ფაქტების გამოვლენის პარალელურად სავარაუდოდ ვიწროვდება წრეც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ. კიდევ ორი შემთხვევა გახადა საჯარო სუსმა. ერთი უკავშირდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფლის გზას, რომელზეც ფორმულა წლების წინ უყვებოდა მაყურებელს. დაკავებულია კომპანია ნიუ პასაჟის დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის ორი თანამშრომლები. მათ ბრალად ედებათ 250,000 ლარის მითვისება დოკუმენტების გაყალბებითა და თაღლითობით. აი ასე უბნებოდნენ ფორმულას ადგილობრივები წლების წინ იმ უყურადღებობაზე, რასაც კომპანიაც და ადგილობრივი ხელისუფლებას მაშინ იჩენდა მოქალაქეების პრობლემების მიმართ, ასევე როგორ აფასებენ კომპანიის ხელმძღვანელის დაკავებას უკვე დღეს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები. გააღრიან ხრეს, ისევ წაიღებს რაიონის გამგებელს, საგრებულოს თავმჯდომარეს, ერთი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, მეორე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, ვის არ მიუმართე ამის გულისთვის, წერილობით, ხოვნით, მეგობრულად, კაცურად, დაგვეხმარეთ, გააკეთეთ. კაცი შვილი ამის გამგეთებელია. რამდენჯერ ვარ მისული რაიკომთან, რამდენჯერ ვარ მისული ამასკომთან. კი ბატონო, კი ყველაფერი დღეს, ყველაფერი დიჟარა, რაღაც ხალხალზე ყველაფერი, მაგრამ არაფერი არა. ქვები დახარეს ახლა. რა ქვები იმას წყალი წაიღეს. არჩეული ეგრეთ წოდებული მერი ნიზორია ცდილობს, რომ ყველა შეცდომა გადააბრალოს წინა მერს, რაც აბსურდია და ჩვეულებრივად ყველაფრის თანამონაწილე იყო დღევანდელი მერიც. ეს იქნება შიდაკლანური დაპირისპირების ახალი დასაწყისი სავარაუდოდ სამეგრელოში, იმიტომ რომ ამ კომპანიის შესახებ დიდი ხანია უკვე რეგიონში პირველი ადამიანისთვის არის ცნობილი, რომ ის ხარისხად ასრულებს სამუშაოებს. დოკუმენტაციას გადავხედეთ, პირდაპირ ეწერა ამ დოკუმენტაციაში, რომ მერიამ კომპანიას სამშენებლო სამუშაოები გაუხანგრძლива 6 თვით. და კომპანიის სამოტივაციო ნაწილში ეწერა, რომ 6 თვის განმავლობაში ჩხოროწყუში იმდენად რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, რომ შეუძლებელი იყო სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. მეორე შემთხვევა კი მარნეული ლომთაგორ-ალგეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. აქაც დოკუმენტების გაყალბებით 2 მილიონ ლარზე მეტის მითვისებაზეა საუბარი. შესაბამისად დაკავებულია კომპანია ქროსპოინტის დირექტორი და მფლობელი, ასევე საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში გზა იმდენად უხარისხოდ გაკეთდა, რომ მანამდე გაფუჭდა, სანამ თავად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდებოდა. ამ გზის გაკეთებაც ხელახლა მოუწია უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტროს. კიდევ დაკავებულები არიან კომპანიის თანამშრომლები, მაგრამ დაკავებული არ არის არც ერთი საჯარო მოხელე. ის პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც ევალებოდათ გაეკონტროლებინათ ის კომპანიები, რომელი კომპანიებიც ასრულებდნენ სამუშაოებს, როგორც სამშენებლო სამუშაოებს, ისე საზედამხედველო სამუშაოებს. რაც შეეხება ქარსელაძესთან დაკავშირებით, ქარსელაძესთან კვალი მისული არის წინა ორ გამოძიებიდან გამომდინარე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ადამიანი კიდევ დადის თავისუფლებაზე და იგი არ დაუყავებიათ, არ ბრალი არ წაუყენებიათ. ერთი და იგივე ხელწერა არის წლების განმავლობაში, რომ კომპანიები გარიგებულები იყვნენ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და ეს გარიგება მდგომარეობდა შემდეგში, რომ ფულის, ასე ვთქვათ, მოტეხვის ხარჯზე იმ თანხას, რომელ თანხასაც ჩინოვნიკებს აძლევდნენ, აკლდებოდა ხარისხს. დიდი ოდენობით თაღლითობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება, სწორედ ამ მუხლებით აქვთ დაკავებულებს ბრალი წარდგენილი, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.